იაპონია ყველაზე მეტად მომზადებული ქვეყანაა მიწისძვრებისთვის დედამიწაზე. მაშ, რატომ ხარჯავს ის 67 მილიარდ დოლარს სარეზერვო გეგმაზე? იმიტომ რომ ტოკიო არა მხოლოდ იაპონიის დედაქალაქია, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია დედამიწაზე. თუ ის დაეცემა, შედეგები იაპონიის სანაპიროებზე არ შეჩერდება. ისინი გავრცელდება გლობალურ ეკონომიკაზე, დაანგრევს მიწოდების ჯაჭვებს და გავლენას მოახდენს მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე მთელ მსოფლიოში. აი, რატო ჩქარობს იაპონია ააშენოს მთელი სარეზერვო დედაქალაქი, მანამ სანამ ტოკიოს ქვეშ არსებული დროის ბომბი აფეთქდება. მაგრამ რამდენი დრო გვაქვს? იაპონია უკვე ცნობილია, რომ მდებარეობს ცეცხლის რგოლზე, მაგრამ სანაპიროდან სულ ცოტა მოშორებით არის 600 მილიანი ნანკაის ღრმული. იქ ძალები იმდენად ძლიერია, რომ ექსპერტები აფრთხილებენ, ისინი იწვევენ მეგამიწისძვრას დაახლოებით ყოველ 100-დან 150 წელიწადში ერთხელ. და ისინი ჩვეულებრივ წყვილად ხდება. ბოლო ორი სუბდუქციური მეგამიწისძვრა ZZ 1944 და 1946 წლებში მოხდა. ჯერ 100 წლის ნიშნულს არ მივსულვართ, მაგრამ შორსაც არ ვართ. იაპონიის მიწისძვრის პანელი აფრთხილებს, რომ არსებობს 60-დან 90%-მდე შანსი, რომ შემდეგი მასიური ნანკაის ღარის მიწისძვრა მომდევნო 20 წლის განმავლობაში მოხდება. ამიტომ იაპონიის მთავრობა ემზადება არა მხოლოდ ცუდისთვის, არამედ გარდაუვალისთვისაც. ტოკიოს მეგამიწისძვრა ემუქრება. ზარალი წარმოუდგენელი იქნება. 2026 წლის აპრილში ხელისუფლებამ იწინასწარმეტყველა, რომ მეგამიწისძვრა შეიძლება გამოიწვიოს ცუნამი, რომლის სიმაღლე 66 ფუტზე მეტი იქნება. ტოკიო და მიმდებარე პრეფექტურები მის გზაზე აღმოჩნდებიან და შედეგად მინიმუმ 300,000 ადამიანი დაიღუპება. ეს მაშინაც კი, თუ იაპონიის ყველა ამჟამინდელი მიწისძვრის საწინააღმდეგო მეთოდი გამოყენებული იქნება. ეკონომიკური ზარალი მინიმუმ 1,5 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ეს კატასტროფული უბედურება იქნება. რატომ? იმიტომ რომ ფინანსურად იაპონია მთელი თავისი ძალაუფლება ერთ მიწისძვრისადმი მოწყვლად ცენტრალიზებულ ადგილზე მოაქცია. ტოკიოში 14 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო კიდევ 33.4 მილიონი ადამიანი მიმდებარე მეტროპოლიურ არეალში ცარეალში ცხოვრობს. ეს მსოფლიოში ყველაზე ხალხმრავალი მეტროპოლიტენური რეგიონია. იაპონია ამჟამად მსოფლიოში მეოთხე უდიდესი ეკონომიკაა. 2025 წელს მისი MCP 4,2 ტრილიონ დოლარს შეადგენს. მას ავტომობილების, ელექტრონიკის, ტექნოლოგიებისა და რობოტიკის სფეროში არაერთი უმსხვილესი კომპანია ჰყავს. და მისი უმსხვილესი კორპორაციების ნახევარზე მეტი სათაო ოფისი ტოკიოში მდებარეობს. ეკონომიკური ძალაუფლების კონცენტრაცია ტოკიოში იმდენად დიდია, რომ ყოველწლიურად 1,1 ტრილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ეს ნიდერლანდების MCP-ს თოლფასია. ასე ვთქვათ, თუ ტოკიოს მეტროპოლიური არეალი ქვეყანა იქნებოდა, მშეპეით მსოფლიოში მე-18 ადგილზე იქნებოდა. ეს არის უზარმაზარი ფინანსური ძალაუფლების ცენტრი და ძალიან მოწლიან მოწყვლადი. და ეს ყველაფერი მდებარეობს 4 ტექტონიკური ფილის გადაკვეთაზე. ხოლო 1,9 მაგნიტუდის მიწისძვრა ტოკიოში საკმარისია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ფინანსური ცენტრი გადაიქცეს ნანგრევების, ცუნამის წყალდიდობის და თუნდაც ვულკანური ფერფლისა და ნალექის დამანგრეველ ქაოსად. იმიტომ რომ 1077 წელს ნანკაის წინა დამანგრეველი რღვევის შემდეგ არა მხოლოდ ძლიერი მიწისძვრა მოხდა, არამედ ფუჯის მთა მოიფრქვა. იაპონიის სანაპიროებზე მასიური ცუნამები დაატყდა თავს და 10,000-ობით ნაგებობა განადგურდა. ზიანის პოტენციალი შემაძრწუნებელია. ეს მხოლოდ იაპონიის პრობლემა არ არის. ეს ყველასთვის ტრაგედია, რადგან იაპონია აკონტროლებს ბაზრის დიდ წილს, რომელზეც მთელი მსოფლიო არის დამოკიდებული. ნახევარგამტარები. ყველაფერი, თქვენი მანქანიდან და სამედიცინო მოწყობილობებიდან დაწყებული, კომპიუტერით, სმარტფონით, ტელევიზორით და სატელიტით დამთავრებული ნახევარგამტარებს საჭიროებს. ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ დონეზე მრეწველობების ფართო სპექტრი, წარმოებიდან და მონაცემთა ცენტრებიდან დაწყებული, ავიაკოსმოსით დამთავრებული, აბსოლუტურად საჭიროებს ნახევარგამტარებს ფუნქციონირებისთვის. სცენაზე გამოდის იაპონია. ქვეყანა შეიძლება აღარ აკონტროლებდეს გლობალური ნახევარგამტარების ბაზრის 50%-ს, როგორც ეს 1980-იან წლებში იყო. მაგრამ ჩიპებისთვის საჭირო მასალების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ იაპონიაში იწარმოება. იაპონიას აქვს გლობალური ბაზრის ნახევარზე მეტი ფოტორეზისტებისა და სილიკონის ვაფლებისთვის. ასევე მას ეკუთვნის ნახევარგამტარების კოდერებისა და დეველოპერების გლობალური ბაზრის 88%. იმის გამო, რომ იაპონური ბიზნესის უმეტესობა ტოკიოშია კონცენტრირებული, მეგამიწისძვრა კატასტროფული იქნებოდა მოსახლეობისთვის და პარალიზებას გაუკეთებდა მსოფლიო ეკონომიკას. არავის შეუფასებია, რაოდენად რა მასშტაბის იქნებოდა ნახევარგამტარი მასალების მიწოდების შეფერხების გავლენა იაპონიაში თანარჩენ მსოფლიოზე. თუმცა მიწოდების ჯაჭვი უდაოდ სერიოზულად დაზარალდებოდა. იმ პირობებში, როცა იაპონია გლობალური ნახევარგამტარი ბაზრის ასეთ დიდ წილს აკონტროლებს, მისი დაკარგული მიწოდების სწრაფად ჩანაცვლება თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. შეძლებს კი დანარჩენი მსოფლიო ფეხისაწყობას. პასუხი შეიძლება იმაში იყოს, რაც ადრე მოხდა. 2011 წელს იაპონიის თოჰოკუს რეგიონში დამანგრეველი 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს იაპონიის ნაკლებად მჭიდროდ დასახლებული და ფინანსურად ნაკლებად ძლიერი რეგიონია, იქ მაინც მდებარეობს იაპონური ტექნოლოგიური წარმოების ნაწილი. მიწისძვრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური მსხვერპლი იყო NAND flash მეხსიერება, რომელიც აუცილებელი კომპონენტია iPad-ებისთვის, iPhone-ებისთვის, SD ბარათებისთვის, ტაბლეტებისთვის და სხვა მრავალი მოწყობილობისთვის. მიწისძვრამ გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა Toshiba-ს საწარმოო ობიექტში, კომპანიაში, რომელსაც გლობალურ NAND flash ბაზარზე 35%
20%-იანი წილი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ გათიშვა მოკლევადიანი იყო, ამან გამოიწვია NAND flash მეხსიერების წარმოების 20%-ით შემცირება მომდევნო 2 თვის განმავლობაში. კიდევ ერთი ტექნოლოგიური პროდუქტი, DRAM ჩიპები, ასევე დაზარალდა Tohoku's მიწისძვრის შედეგად. იაპონიაში 3 ვაფერის წარმოების ქარხანა სერიოზულად დაზიანდა ან ელექტროენერგია გაეთიშა მიწისძვრის გამო. თითქმის მაშინვე DRAM ჩიპების ფასები 7%-ით გაიზარდა. Tokyo's მეგამიწისძვრის გავლენა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაზე, მათ შორის გლობალურ მიწოდებასა და ფასებზე, 1000-ჯერ უარესი იქნებოდა ამ მაგალითებთან შედარებით. სამწუხაროდ, ფინანსური ზარალი ამით არ დასრულდებოდა. უკვე 1999 წელს ფინანსური ანალიტიკოსი მაიკლ ლუისი აფრთხილებდა, რომ ტოკიოს მიწისძვრა შეიძლება გლობალური საფონდო ბირჟის კრახის გამომწვევი გამხდარიყო. ეს ყველაფერი იაპონური სისტემის ფინანსური რეალობების გამო, რომელზეც ძალიან ცოტა ადამიანი საუბრობს, ან საერთოდაც აცნობიერებს. ტოკიოს ოჯახების მხოლოდ დაახლოებით 37%-ს აქვს მიწისძვრის დაზღვევა. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს თითქმის დიდ ნაწილს დაფარავს მიწისძვრის ზიანისას, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ეს იმიტომ, რომ კომერციული დაზღვევა მხოლოდ ქონების დაზღვეული ღირებულების 20%-ს ფარავს. ეროვნულმა ანგარიშმა, რომელიც იაპონიის კორპორაციული სექტორის ფინანსურ მზადყოფნას ეხებოდა ბუნებრივი კატასტროფებისთვის, აჩვენა, რომ ეს პირობები ქმნის ყველაზე დიდ დაცვის დეფიციტს მსოფლიოში მიწისძვრისადმი მიდრეკილ რეგიონებს შორის. აბა, როგორ უკავშირდებოდა იაპონიის 649 მილიარდი დოლარის ღირებულების უცხოური ფასიანი ქაღალდები ამ საკითხს? 2022 წელს ნაიჯელ ვინსპირი, კატასტროფების მოდელირების საერთაშორისო ექსპერტი, გადაწყვიტა შეემოწმებინა იაპონიის გავლენა გლობალურ საფონდო ბაზრებზე. სამწუხაროდ, მისმა ანალიზმა აჩვენა, რომ რისკი, რომელიც მაიკლ ლუისმა 1999 წელს გამოავლინა, დღესაც ძალიან რეალურია. უინსპირის ანგარიშის მიხედვით, თუ კანტოს რეგიონში 7.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდება, ეს კი არის მაქსიმალური მაგნიტუდა, რომელსაც მეცნიერები პროგნოზირებენ. იაპონურ ბანკებს დაახლოებით 690 მილიარდი დოლარი დასჭირდებათ, რათა დაკმაყოფილდეს გატანის მოთხოვნები. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ იაპონელი ქონების მფლობელები დაზღვევითი დაფარვის დიდი დეფიციტის წინაშე დგან. მათ დაუყოვნებლებ გამოიტანენ ბანკებიდან დეპოზიტებს, რათა გადაიხადონ რემონტისა და აღდგენის ხარჯები. მაგრამ ბანკებისთვის ასეთი მასიური გატანის მოთხოვნა ყისიერად გამოიწვევს ლიკვიდურობის კრიზისს. ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდში საფონდო ბირჟა დაიხურებოდა, შესაძლოა რამდენიმე კვირითაც კი. შიდა ობლიგაციების ბაზარი გაიფინებოდა, რადგან ბანკები ობლიგაციების ყიდვიდან გადავიდოდნენ, რაც შეიძლება ბევრი ობლიგაციის გაყიდვაზე. იაპონურ ბანკებს სწრაფი ნაღდი ფულის მისაღებად მხოლოდ ერთი გზა დარჩებოდათ: უცხოური ფასოვრი ფასიანი ქაღალდების გაყიდვა. ისინი ფლობენ 659 მილიარდ დოლარს, რაც თითქმის საკმარისია პოტენციური 690 მილიარდი დოლარის გატანის მოთხოვნების დასაფარად. რაც ნიშნავს, რომ იაპონურ ბანკებს ყველა ეს ფასიანი ქაღალდი სწრაფად მოუწევთ გაყიდონ. აშშ-სა და ევროპის ბაზრები გაივსებოდა გაყიდვის შეკვეთებით. აშშ-სა და ევროპის აქციებისა და ობლიგაციების გლობალური ფასები მკვეთრად დაეცემა. და ეს სერიოზული პრობლემაა. იაპონია აშშ-ს მთავრობის ყველაზე დიდი კრედიტორია. მას ეკუთვნის 1,2 ტრილიონი დოლარის აშშ-ს სახაზინო ფასიანი ქაღალდები. მყიდველები შეძრწუნდებიან, როცა ასეთ კრახს იხილავენ. ეს კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას შექმნის ფინანსურ ბაზრებზე და ძალიან რეალურ შესაძლებლობას გააჩენს გლობალური ბაზრის კრახის. ყველაზე შემზარავი ისაა, რომ ეს არც კი არის ყველაზე ცუდი სცენარი. ეს არის შედეგი პოტენციური 7.9 მაგნიტუდის მიწისძვრისა კანტოს რეგიონში. მაგრამ იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ მომდევნო 30 წლის განმავლობაში 8.0-დან 9.0-მდე მაგნიტუდის მიწისძვრის ალბათობა 70-80%-ია. ვინსპირის ანგარიშმა აჩვენა, რომ ამ ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში კანტოს რეგიონში ქონებრივი ზარალი 3 ტრილიონი დოლარი იქნება, ხოლო საერთო ეკონომიკური დანაკარგი 4.9 ტრილიონი დოლარი. ეს ყველაფერი ზარალსაც კი არ მოიცავს, კიდევ უფრო დიდ პრობლემას, პოლიტიკურ შედეგებს. რადგან ტოკიო იაპონიის ეკონომიკური ცენტრის რის გარდა, იაპონიის ერთადერთი სამთავრობო და პოლიტიკური ცენტრიაცაა. კაბინეტის სხდომები, საპარლამენტო ფუნქციები, ადმინისტრაციული სერვისები, ეს ყველაფერი მყისიერად შეწყვდება. შესაძლებელია, რომ ადმინისტრაციული მუშაკებისა და პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი ან დაშავდება, ან უუნარო გახდება, ან დაიღუპება. როგორ შეძლებს მთავრობა ფუნქციონირებას, თუ მისი ძალაუფლების საფუძვლები მიწაზე დაეცემა? 2026 წლის ივნისში, როდესაც ძალიან დიდი მიწისძვრის საფრთხე იყო მოსალოდნელი, Liberal Democratic-მა პარტიამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომ შეექმნათ საბოლოო სარეზერვო ვარიანტი. მეორე დედაქალაქი. ისეთი, რომელიც შეძლებდა მნიშვნელოვანი სამთავრობო ფუნქციების გადაბარებას. განსაკუთრებით თუ ქვეყანაში სრული ეროვნული კრიზისი მოხდებოდა. როგორცაც მაგალითად, ძლიერი მიწისძვრა გამოიწვევდა. სამინისტროები და სააგენტოები შეძლებდნენ მუშაობის გაგრძელებას სარეზერვო ქალაქში. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის ამჟამინდელ ადმინისტრაციას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, რომელი ქალაქი იქნება ეს, სავარაუდო კანდიდატი ოსაკა. ეს კანონპროექტი უფრო ფართო შეთანხმების ნაწილია LDP-სა და JP-ს, იაპონიის ინოვაციების პარტიას შორის. JP-ს მთავარი ოფისი ოსაკაშია, ამიტომაც ცდილობს, რომ სწორედ მის ქალაქს მიენიჭოს მეორე დედაქალაქის სტატუსი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თეორიული ჩარჩო უკვე შექმნილია, კატასტროფის შემთხვევაში მოქმედების პროტოკოლისთვის ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მარტივი იქნება. უკვე არსებობს განხეთქილებები. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადავო საკითხი იყო, უნდა ჩატარდეს თუ არა რეფერენდუმები სპეციალური ადმინისტრაციული რაიონების შექმნამდე, როგორიც ტოკიოშია, მომავალ მეორე დედაქალაქში. ამ რეფერენდუმებმა ოსაკაში უკვე ორჯერ ვერ გაიარა. საბოლოოდ კომპრომისს მიაღწიეს. ხმის მიცემის უფლება მხოლოდ შესაბამისი ქალაქის მცხოვრებლებს ეკნებათ. კიდევ უფრო დიდი კითხვა რჩება.
ოსაკა შეიძლება ფავორიტი იყოს, მაგრამ არავინ იცის, რომელი ქალაქი იქნება საბოლოოდ არჩეული. და ამ გაორგოლობამ კვლავ გააღვივა 10 წლეულების წინ დაწყებული ბრძოლა ტოკიოს იაპონიაზე ბატონობის გარშემო. 1945 წელს ტოკიოში იაპონიის მოსახლეობის 13% ცხოვრობდა. 2024 წლისთვის თითქმის ყოველი მესამე იაპონელი ტოკიოს რეგიონში ცხოვრობდა. როგორც ერთმა იაპონურმა გაზეთმა მეინიჩიმ აღნიშნა, ტოკიოს ცენტრალიზაცია იაპონიისთვის ქრონიკულ დაავადებად იქცა. იმავე სარედაქციო სტატიაში ნათქვამია, რომ ტოკიოში დაფუძნებული ცენტრალური მთავრობის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ რეგიონებს უნიკალური ხასიათი წაართვა. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა შეიძლება თავად ტოკიო იყოს. ტექნოლოგიებით ცნობილი ქვეყანა ჯერ კიდევ მოძველებულ სისტემებსა და ნელი დიგიტალიზაციის პროცესებს ზღვის. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიებს სხვა რეგიონებში გადასვლისთვის ძლიერი სტიმულები არ ექნებათ, ტოკიო კიდევ უფრო ძლიერდება. იწოვს იაპონიის მოსახლეობას, ფულსა და შესაძლებლობებს, მაშინ როცა ქვეყნის დანარჩენი ნაწილი კიდევ უფრო უკან რჩება. ამიტომ სხვადასხვა ქალაქი და რეგიონი ამ პოტენციურ კანონმდებლობას ხედავს, როგორც შანსს, რომ ტოკიოსგან დამოუკიდებლად მეტი პოლიტიკური და ფინანსური ძალა მოიპოვა. ეს სავარაუდოდ გამოიწვევს ინტენსიურ და შესაძლოა დროის კარგად ქცეულ კონკურენციას ქალაქებს შორის იმისთვის, რომ გახდნენ იაპონიის მეორე დედაქალაქი. თუმცა მეორე დედაქალაქის შექმნა რთული პროცესია. ეს მხოლოდ სარეზერვო სამთავრობო ოფისის აშენებას არ გულისხმობს. იაპონიის მთელი ფინანსური სისტემა და საჯარო ინფრასტრუქტურა ისე უნდა გადაკეთდეს, რომ ორ ძალაუფლების ცენტრიდან ფუნქციონირებდეს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელიც ამ გეგმას სერიოზულად ეკიდება, არის იაპონიის ბანკი, BOJ. ქვეყნის ცენტრალური ბანკი და იაპონიის ეკონომიკის საყრდენი. თუ BOJ-საც კი უწევს მეორე დედაქალაქისთვის მზადება, ეს აჩვენებს, რამდენად მასშტაბურია ეს წამოწყება. მისი ამჟამინდელი მთავარი ოფისი ტოკიოში მდებარეობს, მაგრამ 2000-იანი წლებიდან BOJ ამზადებს საგანგებო გეგმებს იმ შემთხვევისთვის, თუ მთავარ ოფისში სრული ელექტროენერგიის გათიშვა ან უარეს შემთხვევაში მისი სრული განადგურება მოხდება. რადგან BOJ-ის პირველი ფილიალი ოსაკაში იყო, სწორედ ეს ქალაქი სარეზერვო ოფისისთვის ყველაზე ბუნებრივ არჩევანად ჩანდა. თუ BOJ-ის ტოკიოს კომპიუტერული ცენტრი გათიშულია, მაგრამ ტოკიოს ოფისი უცვლელად რჩება, ის აგრძელებს მუშაობას და მონაცემებს ამუშავებს ოსაკას სარეზერვო ცენტრის მეშვეობით. თუ ტოკიო სულად გამოუსადეგარი გახდება, ოპერაციები მთლიანად ოსაკაში გადაიტანება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გადახდები, ანგარიშთორებები და სხვა გადარიცხვები, რომლებიც ადამიანებს ბუნებრივი კატასტროფის შემდგომ კრიზისში სასიცოცხლოდ დასჭირდებათ, უპრობლემოდ გაგრძელდება. იმისათვის, რომ გეგმა ნამდვილად იმუშაოს, იაპონიის ბანკი ყოველ წელს ამოწმებს მას და დროებით ოპერაციებს ტოკიოდან ოსაკაში გადახავს. იაპონიის ბანკის ოსაკის სარეზერვო ცენტრი ისეთივეა, როგორც მეორე, იდენტური უოლ-სტრიტი, რომელიც 300 მილითაა დაშორებული. იმისათვის, რომ ქვეყანა ტოკიოს მიწისძვრის შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით შესაბამისად იგეგმება. არსებობს 1 ტრილიონი იენის, ანუ 6.3 მილიარდი დოლარის ღირებულების მაგლევის პროექტი, რომელიც ტოკიოს ნაგოიასა და შემდეგ ოსაკასთან დააკავშირებს. ახალი მაგლევის მთავარი უპირატესობა სიჩქარეა. ის დაახლოებით 310 მილის საათში სიჩქარით იმოძრავებს, რაც ამჟამინდელ შინკანსენზე 50%-ით სწრაფია. ტოკიოდან ოსაკამდე მგზავრობა სულ რაღაც 67 წუთს წაიღებს. შედარებისთვის დღეს ტოკიოდან ოსაკამდე სწრაფმავალი მატარებლით მგზავრობა დაახლოებით 2 საათ-ნახევარს გრძელდება. მაგრამ ხაზის მშენებლობა მხოლოდ სიჩქარისთვის არ არის განკუთვნილი. ის ასევე განიხილება როგორც სარეზერვო, დუბლირებული სატრანსპორტო სისტემა ტოკიოსა და ოსაკას შორის არსებული სწრაფმავალი მატარებლისთვის. რადგან შინკანსენის ამჟამინდელი მარშრუტი ამ ორ ქალაქს შორის ახლოს გადის წყნარი ოკეანის სანაპიროსთან. იგი ითვლება ძალიან მოწყვლადად ნანკაის მიწისძვრისა და მის შედეგად წარმოქმნილი ცუნამის მიმართ. ამის საპირისპიროდ მაგლევის ხაზის 90% მთებში, გვირაბებში გადის. ეს თითქმის სულად გამორიცხავს მაგლევის მოწყვლადობას ცუნამის მიმართ. ასევე ხაზი უფრო შორსაა ნანკაის ღრმულიდან. მაგლევის მატარებლისა და რელსების დიზაინი ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს მიწისძვრის შედეგად რელსებიდან გადასვლის ალბათობას. მატარებელი რელსებზე დგომის ნაცვლად ლიანდაგის ზემოთ ლევიტირებს. თუ ის ლიანდაგიდან გადაიწერს, კიდევ უფრო ძლიერი მაგნიტური ძალა უბიძგებს უკან დაბრუნებას. ასე რომ თეორიულად იაპონია მზად ჩანს. მთავრობა, ცენტრალური ბანკი და კრიტიკული ინფრასტრუქტურა ყველა ქმნის სარეზერვო სისტემებს, რათა გადაურჩნენ ტოკიოს მეგამიწისძვრას და ქვეყანა მუშაობდეს ეპიკური კატასტროფის შემდეგაც კი. მაგრამ როცა უფრო ახლოდან დააკვირდები, შთამბეჭდავი მომზადების უკან კი დიდი სისუსტე იმალება. ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისი, რომელზეც იაპონია კატასტროფის შემდეგ იქნება დამოკიდებული, ჯერ კიდევ არ აქვს კონკრეტული სარეზერვო გეგმა. თავარია, როგორ მართავდა პრემიერ-მინისტრი ქვეყანას ოსაკადან, რადგან ამის გეგმა ბუნდოვანია, გამოცდილი არ არის და ნაკლებად სავარაუდოა რომ იმუშავებს. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ მეორე დედაქალაქის გეგმას მაშინ დაუჭირა მხარი, როცა სასტრაფოდ ეძებდა კოალიციას თავისი პარტიისთვის, რათა LDP ხელისუფლებაში დარჩენილიყო. მას JIP-ის მხარდაჭერა სჭირდებოდა. ამიტომ გაჩნდა გეგმა, რომ ქალაქი სავარაუდოდ ოსაკა იაპონიის სარეზერვო დედაქალაქად ექციათ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ტაკაიჩიმ კანონ პროექტს 2026 წლის ზაფხულში დაუჭირა მხარი, ის ჯერ კიდევ არ გაუტარებიათ ზედა პალატაში. სინამდვილეში განხილვის ვადა უკვე გახანგრძლივებულია, ასე რომ თავად კანონ პროექტიც ბევრის გარანტია არ არის. იაპონური პოლიტიკის ექსპერტები არ ფიქრობენ, რომ ტაკაიჩი რეალურად მზად არის რეალური ძალაუფლება ტოკიოდან ოსაკაში გადაიტანოს. საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი სტივენ ნაგი ამბობს, JIP რეგიონული პარტია,
მას აქვს უფრო დეცენტრალიზებული იაპონიის ხედვა, რაც ოსაკას ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს. ასევე არსებობს სიმბოლური მნიშვნელობა იმისა, რომ ძალაუფლების ნაწილი ტოკიოდან გადაიტანონ. ეს ყველაფერი LDP-ისთვის მიმზიდველი არ არის მძველი. ოსაკა ზოგადად უფრო ლიბერალურია, რაც LDP-ს არ მოსწონს. როგორც ნაგი აგრძელებს, LDP-ს არ აქვს თავისი ძალაუფლების შესუსტების სურვილი. იაპონიის საკანონმდებლო ორგანოებში ამჟამად განხილული კანონმდებლობა ასევე ზღუდავს მეორე დედაქალაქის პოტენციურ ძალაუფლებას. ის უზრუნველყოფს, რომ არჩეული ქალაქი იმუშავებს როგორც ფუნქციური სარეზერვო ცენტრი და არა როგორც სრულფასოვანი მეორე დედაქალაქი. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს ყველაზე პრაქტიკული და ხელმისაწვდომი გადაწყვეტა, ის ამ გეგმის ყველაზე დიდ სისუსტეს აჩვენებს. ოსაკას შეუძლია საგანგებო სიტუაციის დროს მთავრობის მუშაობის გაგრძელება, მაგრამ ის არასდროს ყოფილა განკუთვნილი, რომ გამხდარიყო მუდმივი ძალაუფლების ცენტრი. იაპონიას ჯერ კიდევ არ აქვს რეალური გრძელვადიანი ხედვა ტოკიოს გარდა სხვა ადგილიდან ქვეყნის მართვაზე. ჯერ არც მოკლევადიანი გეგმებია დეტალურად ჩამოყალიბებული და კანონით დადგენილი. არ არსებობს სტრატეგია თუ როგორ შეძლებს პრემიერ-მინისტრი მთავრობის მართვას ტოკიოს გარდა სხვა ადგილიდან. ამას ნებისმიერი მთავრობისთვის დიდი სირთულეები ექნება, მაგრამ განსაკუთრებით იაპონიისთვის, მისი ადმინისტრაციული თავისებურებების გამო. რა მოუვა იმ ადამიანებს, ვინც ქვეყანას ამუშავებს? თუ პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოხელეები და მთავარი ადმინისტრატორები დაიღუპებიან ან დაშავდებიან, როგორ ჩაანაცვლებს იაპონია მათ? და როგორ გადაიყვანენ ათასობით თანამშრომელს ტოკიოდან ოსაკაში, ასეთი მოკლე ვადაში? თეორიულად, ახალი მაგლევი შეიძლება დაეხმაროს, მაგრამ რევოლუციური მატარებლის სისტემა სავარაუდოდ 2036 წლამდე მაინც არ ამოქმედდება და ეს ვადაც კი გაურკვეველია მრავალწლიანი დაგვიანებების შემდეგ. ასე რომ, თუ ტოკიოს მეგამიწისძვრა მანამდე მოხდება, იაპონიას საშინელი კითხვა ექნება. როგორ გადაიტანო მთავრობა, როცა ყველაზე სწრაფი კავშირი, რაზეც იმედს ამყარებდი, ჯერ არ არსებობს. თუ ვივარაუდებ, რომ მიწისძვრა მანამდე არ მოხდება და ეს იმასაც არ ეხება, რომ იაპონიის მთავრობა და კორპორაციები გასაოცრად არაციფრულია. მთავრობის ფუნქციებისა და ადმინისტრაციის სწრაფი გადატანა ძალიან ნაკლებად სავარაუდოა. იაპონიაში ადამიანების უმეტესობას ჯერ კიდევ აქვს და სჭირდება ჰანკოს ბეჭედი. ეს არის ამოჭრილი პერსონალიზებული ბეჭედი, რომელსაც ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმოწერის ნაცვლად იყენებენ. იაპონიის მთავრობის საქმიანობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ქაღალდზე ტარდება. 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, იაპონიის მთავრობის ჩანაწერების მხოლოდ 16.8% არის ციფრული. ოფიციალური ჩანაწერების 5-დან 4-ზე მეტი მხოლოდ ქაღალდზე ინახება. ეს რეალობა თითქმის გადაულახავ ლოგისტიკურ ბარიერს ქმნის მთავრობის ფუნქციონირებისათვის იმ შემთხვევაში, თუ კატასტროფა გამოიწვევს შენობების ჩამონგრევას, წყალდიდობასა და ხანძრებს. ციფრული ფაილების დამარქაფება და ღრუბელში ატვირთვა შესაძლებელია. ქაღალდის დოკუმენტები კი შემდგომ ქაოსში განადგურდება და ეს მხოლოდ მთავრობაა. კერძო სექტორში მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. 2024 წლის გამოკითხვა მაჩვენა, რომ იაპონური კომპანიების 17% მხოლოდ ქაღალდს იყენებს შიდა დოკუმენტებისთვის. ამასობაში კომპანიების 10%-ზე ნაკლებია სრულად ციფრული. ასე რომ 90%-ზე მეტი რაიმე ფორმით მაინც ქაღალდზეა დამოკიდებული. მიწისძვრის შემდეგ კომპანიებისთვის მოსალოდნელი ზიანი გაცილებით უფრო მძიმეა. საზოგადოებრივმა დისკუსიამაც გარკვეულწილად შეაფერხა ტოკიოსთვის განკუთვნილი საგანგებო პროტოკოლის შემუშავება. კონსერვატიული გაზეთები მთლიანად აკრიტიკებენ მეორე დედაქალაქის გეგმას. ერთ-ერთმა გამოცემამ იომიურიმ დაწერა: არ ჩანს აუცილებლობა სამინისტროებისა და სააგენტოებისთვის გადატანის ადგილები მხოლოდ დიდ ქალაქებში იყოს შეზღუდული. ეს სავარაუდოდ საკითხია, რომელიც უნდა განხილებოდეს მეორე დედაქალაქის საკითხისგან დაისგან დამოუკიდებლად. მათ ასევე მთლიანად უარყვეს JIP-ის საწვისი წინადადება როგორც რთულად გასაგები. პრობლემა ისაა, რომ ამ ყველაფრის განხილვა, წინააღმდეგობა და გაურკვევლობა მეორე დედაქალაქის შექმნის საკითხში ძვირფას დროს კარგავს. დროს, რომელიც იაპონიას არ აქვს. ჩვენ სწრაფად უახლოვდებით ნანკაის ფრმულის ერთ-ერთი ცნობილი მეგამიწისძვრის მოხდენის სავარაუდო თარიღს და მეცნიერებს ზუსტად არ შეუძლიათ პროგნოზირება, როდის მოხდებება ეს. იაპონიის საუკეთესო იმედი ამ ეტაპზე ისაა, რომ ეს მოვლენა უფრო 150 წლის ნიშნულს მიუახლოვდეს, ვიდრე 100 წლისას. რადგან მეორე შემთხვევაში შემდეგი მეგამიწისძვრა 2044 წელს მოხდება. იაპონიის მთავრობასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მხოლოდ 18 წელი ექნებათ წარმოსადგენ ერთ-ერთი ყველაზე რთული ლოგისტიკური პროცესის დასასრულებლად. იაპონია იცის, რომ დრო გადის, იცის, რომ ტოკიო დაუცველია, იცის, რომ ისტორიული მასშტაბის კატასტროფა მოდის, მაგრამ პრობლემის ცოდნა და მისი გადაჭრა ორი სრულიად განსხვავებული რამაა. რადგან როცა ნანკაის ღმულში ძლიერი მიწისძვრა მოხდება, იაპონიამ შეიძლება აღმოაჩინოს, რომ მისი ყველაზე დიდი სისუსტე თავად მიწისძვრა არასდროს ყოფილა. სისუსტე ის იყო, რომ მთელი ერისა და გლობალური ეკონომიკის ბედი ერთ ქალაქზე ჰქონდათ მიბმული. ნანკაის ღრმული შეიძლება იაპონიის შემდეგი დიდი კატასტროფა იყოს, მაგრამ ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როცა ქვეყანას ასეთი მასშტაბის უბედურება გადაუტანია. ნახეთ, როგორ მოხდა სინამდვილეში ფუკუშიმას კატასტროფა, რომ ნახოთ, როგორ გადაიქცა ბუნებრივი კატასტროფა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ბირთვულ კრიზისად. ან დააწკაპუნეთ ამ ვიდეოზე.